დათა უკვე მესამე კლასშია და ამ 3 წლის განმავლობაში ვაკვირდები დათას როგორ იზრდება სკოლაში და ინკლუზიურმა განათლებამ გააკეთა ის რომ დათა გახადა უფრო კონტაქტური, უფრო გახსნილი. მოგეხსენებათ აუტიზმის მქონე ბავშვების ძირითადი პრობლემა არის ის რომ ისინი არიან ასოციალურები, ვერ ამყარებენ ურთიერთობას სხვა ადამიანებთან და რაც უფრო ის ხდება კონტაქტური და რაც უფრო არის გაშლილი, მით უფრო მეტად ვითარდება მისი სოციალური უნარები, მისი აკადემიური უნარები, მისი მეტყველება. მართალია ის ვერ მიყვება იმ პროგრამას, ეროვნულ სასწავლო გეგმის პროგრამას, მაგრამ ის თავისი ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომელიც არის შედგენილი, იმას მიყვება ძალიან კარგად და აი ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ბარიერებს, რომლებსაც აწყდებიან შეზღუდულობების მქონე ბავშვები და მშობლები, არის ძალიან ბევრი. დღემდე სპეცმასწავლებელი არათუ ინდივიდუალური, მთლიანად სკოლასაც კი არ ყავს სპეცმასწავლებელი და განსაკუთრებით ეს არის რეგიონების შემთხვევაში. ბევრმა მშობელმა და სხვათა შორის მასწავლებელმაც კი არ იცის, რომ ამ ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა. გარდა ამისა არის კიდევ პრობლემა მიმღებლობა. თავად მასწავლებლები რამდენად არიან მზად რომ ეს ბავშვები მიიღონ. ხშირ შემთხვევაში პირველად დაინახეს ეს ბავშვები, არ იციან როგორი ურთიერთობა ჰქონდეთ მათ და ხშირ შემთხვევაში ეს შიშს გვრის ხოლმე მათ. თუმცა არსებობენ მასწავლებლები, მაგალითად ჩემი შვილის შემთხვევაში, რომელსაც არ ქონია წინ გამოცდილება შეზღუდულობის მქონე ბავშვთან ურთიერთობის, მაგრამ აქ მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მას შეეძლო ბავშვის მიღება და ქონდა ძალიან დიდი ინტერესი, რომ რაც შეიძლება მეტი ემუშავა დაცასთან და მეტი შედეგები მიიღო. ის დაჭრობანა, ის რომ სპორტშია ესე ჩართული, ზუსტად იმ თავისი თანაკლასელებიდან ისწავლა ეს ყველაფერი. ამას ვერ ისწავლიდა თუ იქნებოდა მხოლოდ ესე რომ ვთქვათ აუტიზმის მქონე ბავშვებთან ერთად. მათ არ უჭირთ ერთმანეთთან ურთიერთობა, პირიქით ძალიან საინტერესო არის მათი ურთიერთობა, ბევრი რამე ისწავლეს ერთმანეთისაგან, უფრო ემპათიურები არიან, უფრო მეტად უკვირდებიან თავიანთ საქციელს და უფრო დიდები არიან. ეს არის ძალიან დადებითი ყველა ბავშვისათვის, მისი პიროვნული ზრდისთვის და ყველა მშობელი დამეთანხმება მაგაში და ყოველდღიურად რწმუნდებიან ისინი, რამხელა მნიშვნელობა აქვს ბავშვების ერთად სწავლას და ერთად ყოფნას. ლიზიმაც იცის, რომ ყველა ბავშვი არის განსხვავებული, არის ზოგი ცელქი, ზოგი ძალიან ჭკვიანი, ზოგი მეტად აქტიური, ვიდრე სხვა დანარჩენი და ასე შემდეგ. ის უფრო ყურადღებიანი გახდა, უფრო უნდა რომ სხვებს დაეხმაროს, რაღაცა თავისი ცოდნა გაუზიაროს თუ ვინმეს რამე უჭირთ. ამ თვალსაზრისით უფრო მეტად აქვს ანუ ეს თვისებები გამძაფრებული, ვიდრე მანამდე. თან კლასში ყველა ვართ განსხვავებული ბავშვები. მაგალითად, მე მიყვარს ხოლმე, როცა მათემატიკის რაღაცეებს გამოვთვლი, კესოს უყვარს ძალიან კითხვა. დათას პლასტილინები თამაში უყვარს. მე ყავს ესეთი დათასნაირი ახლობელი, ბაღშიც მყავდა ეგეთი ბავშვი და ძალიან კარგად ვერთობოდით. დღეს რაც გვაქვს, ეს ყველაფერი მოიტანა ურთიერთობამ, სკოლასა და მშობელს შორის. მხოლოდ ურთიერთსაუბრებით, ურთიერთშეხვედრებით, მეტი კომუნიკაციით არის შესაძლებელი ამ ბარიერების და ამ სტიგმების დაძლევა. ერთად უნდა ვაკეთოთ ეს ყველაფერი. არ შეიძლება მხოლოდ სკოლაზე იყოს ეს ყველაფერი აწყობილი, ან მხოლოდ მშობელზე. საჭიროა დაფინანსება იმისთვის, რომ შევძლოთ ბავშვებს შეუქმნათ უფრო მეტი სასიკეთო და მათთვის მისაღები გარემო. და ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და პირდაპირ ვიტყვი ამის ფუფუნება გვაქვს ჩვენ რომ ყველა პირობა შევუქმნათ მასწავლებლებს და მოსწავლეებს, რათა უკეთესად იყვნენ სკოლაში. და ეს ყველაფერი არის მართლაც სახეცვლილება იმისი, რაც იყო ადრე. გამოვიდეთ იქიდან რა იქნება კარგი მოსწავლეებისთვის, რა იქნება კარგი ნებისმიერი ბავშვისთვის, ცალკე აღებული ინდივიდისთვის. კარგი მოსწავლეებისთვის აუცილებლად არის მრავალფეროვნება. აი ეს უნდა გავაკეთოთ. ჩვენ გვჭირდება ინფორმაცია, ჩვენ გვჭირდება მეტი კომუნიკაცია. ამის გარეშე არ გამოვა არასოდეს არაფერი. თუ მშობელი არის ინფორმირებული, გათვითცნობიერებული და არის ძლიერი და მომთხოვნი, ამ შემთხვევაში ინდივიდუალური სასწავლო გეგმაც ძალიან კარგად იწერება და მისი განხორციელებაც ხდება ძალიან კარგად.
რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა არის ძალიან სტრესული, ძალიან დიდ ენერგიას ითხოვს, ძალიან ბევრ დროს ითხოვს, მაგრამ შედეგი არის იმდენად ეფექტური, იმიტომ რომ ეს პირდაპირ აისახება შენი შვილის მომავალზე, რომელიც არის ძალიან საიმედო ეს მომავალიც, რომ აუცილებლად ყველა მშობელმა უნდა იბრძოლოს.